ესტაფეტა. სპორტული ток-შოუ საზოგადოებრივ რადიოში. ყოველ საღამოს 8:10-ზე. მოგესალმებით, ეთერშია სპორტული ток-შოუ ესტაფეტა, მიკროფონთან ელენე ბილიხოძე. ჭადრაკში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შეფასება და ბათუმის გრან-პრის გათამაშების მოლოდინი დღეს ჩვენი გადაცემის მთავარი თემა. წარმოგიდგენ ჩვენი სტუდიის სტუმრებს ლელა ჯავახიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გახდა საქართველოს ჩემპიონი, მაგრამ ოფიციალურად მას ეს ჯილდო გუშინ ბოლო ტურის დასრულების შემდეგ გადაეცა, რომელიც ამავდროულად ბათუმის გრან-პრის გათამაშების მონაწილეა და ბელა ხოტენაშვილი, რომელიც ასევე ბათუმის გრან-პრის გათამაშებაზე იასპარეზებს. 240-91-92 კითხვა და მოსაზრება რადიო 1.G-ზე გამოგვიგზავნეთ. მთავარი სპორტული მოვლენების მიმოხილვა, კომენტარი, ანალიზი, მიღწევები და განცდილი მარცხი, მედალი და ხალხის აღიარება. ყველაზე ამაღელვებელი და აზარტული სპორტის სამყარო ელენე ბილიხოძის გადაცემებში. სამუშაო დღეებში 8 საათსა და 5 წუთზე, 9 საათსა და 5 წუთზე, 19 საათსა და 10 წუთზე, 22 საათსა და 20 წუთზე, შაბათ-კვირას 22 საათზე, საზოგადოებრივი რადიოს ეთერში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ლელა წარმატებას. მოდით საქართველოს ჩემპიონატზე ბრძანეთ, ვადაზე ადრე მოიპოვეთ ეს ტიტული, გუშინ ოფიციალურად გადმოგეცეთ, კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი და რამდენად ელოდით და რამდენად დაძაბული და საინტერესო იყო ჩვენი ქვეყნის პირველობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის და მოლოცვისთვის. საერთოდ საქართველოს ჩემპიონატი ყოველთვის დაძაბულობით გამოირჩევა ხოლმე, მით უმეტეს თუ ერთ-ერთი ფავორიტი ხარ ტურნირში და მოიაზრები, რომ შეიძლება მოიგო ტურნირი, მაგრამ ისე მოხდა, რაც განწყობა მქონდა ისეთი, რომ აუცილებლად მოვიგებდი ტურნირს და ხდება ხოლმე ესე მაქვს ხოლმე პერიოდულად ისეთი განცდა, რომ ეხლა კლარ ფიზიკურად კარგად, ყველაფერი კარგად გწნობ თავს და რატომაც არა უნდა მოვიგო და მართლაც ისე წავიდა ტურნირი, რომ საკმაოდ საბოლოოდ ერთი ტურით ადრე მოვიგე ჩემპიონატი და საკმაოდ იოლად გამოვიდა, ასე ვთქვათ ეს. თუმცა ფაქტურად მთელი თამაშის განმავლობაში ვერ იტყოდი, რომ სადმე შეიძლებოდა ეს შეფერხება ყოფილიყო და ეს ტიტული დაგეკარგათ. შეიძლება ითქვას, რომ ერთი ტურით ადრე კიდევ უფრო ადრეც ჰქონდათ ეს ჯილდო მოპოვებული. ხო, რაღაც მომენტში შემეძლო, მგონი 3 ტურით ადრე მომეპოვებინა, მაგრამ კონცენტრაცია დავკარგე ერთ პარტიაში მოვედუნე ყურადღება და ასე ვთქვათ, დავმარცხდი მოულოდნელად, მაგრამ მე გავაგრძელე, ასე ვთქვათ, მოგებების სერია ისევ და საბოლოოდ. თქვენ რა სიტყვით ბელა, როგორ შეაფასებთ ჩვენს ჩემპიონატს? მოგესალმებით, ელენე, მოგესალმები მაყურებელს. საქართველოს ჩემპიონატი, რა თქმა უნდა, ყოველთვის გამოირჩევა ძლიერი შემადგენლობით, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში მოგეხსენებათ, რომ კონკურენცია მაღალია ქალთა ჭადრაკში. შესაბამისად, ეს ჩემპიონატიც საკმაოდ ძლიერი იყო და დაძაბული. რა შეიძლება ვთქვა, რომ ჩემთვის წარუმატებელი აღმოჩნდა ამჯერად. თავიდანვე ცუდი სტარტი მქონდა და შემდეგ უკვე ვეღარ მოვახერხე, ანუ ფინიშამდე რომ ჩემი პოზიცია გამომესწორებინა სატურნირო მდგომარეობა. მულოცავ ლელას გამარჯვებას და სამელის წევრებსაც ასე. თუმცა ამ ჩემპიონატის პარალელურად იყო ერთგვარი სიურპრიზი, თქვენ ბათუმის გრან-პრის გათამაშების მონაწილეები გახდით და რამდენად ელოდით და როგორ იყო ის პირველი განცდა, როდესაც უკვე ოფიციალურად გაიგეთ ამ ყველაფრის შესახებ? ნამდვილად მოულოდნელი იყო. ანუ მომწერეს რომ განიხილებოდა კონფერენციაზე და შეიძლება გადაწყვეტილიყო ერთი დღით ადრე ფაქტიურად ტურნირისაც დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი და უკვე მეორე დღეს მითხრეს მოსკოვში ტარდებოდა საჭადრაკო კონგრესი და გადაწყდა ანუ საკითხი რომ მოხდი 2014-2015 წლის რეიტინგის საშუალო მაჩვენებლით და რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულო იყო, იმიტომ რომ არ არის მხოლოდ ბათუმის გრან-პრი, არამედ კიდე იქნება შემდეგ იქნება ჩინეთში და უკვე შემოდგომაზე იქნება კიდევ ხანდი-მასინსკში. ანუ საბოლოოდ 3 ეტაპს ვითამაშებთ. რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულო, იმიტომ რომ ყველაზე პრესტიჟული ტურნირია ეს ქალთა შორის. რა თქმა უნდა თუ მსოფლიო ჩემპიონატს არ ჩავთვლის და აქედან გამომდინარე ძალიან ძლიერი ტურნირი იქნება და შევეცდები რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი ვაჩვენა. რა სიტყვით ლელა თქვენ?
ვეთანხმები ბელას რომ ძალიან ძლიერი ტურნირი იქნება ეს ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირია ქალთა შორის რაც ელოდით არა რა თქმა უნდა არ ველოდი რაღაცები დეტალები იყო იქ რა ზეც არ მინდა ხა ჩაღრმავება და არ დავიწყებ ამაზე საუბარს მე ბოლო ტურის წინ პრაქტიკულად განაღდებული მქონდა საქართველოს ჩემპიონატი რომ ასეთი იმეილი მივიყე და თავიდან მეგონა რაღაც ხუმრობა იყო და მე აღმოჩნდა სიმართლე და რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა მით უმეტეს ბათუმში მაინც ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას საკუთარი კედლების დატვირთვას და ძალიან შეიძლება ეს ტურნირიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდეს შემდგომი ტურნირების წინ, არა ლელა? იმედია, თუმცა ჭადრაგში ხა ფეხბურთისგან და ესეთი სპორტისგან განსხვავებით, საკუთარი კედლები პირიქით არ ეხმარება ადამიანს ხელსაც კი უშლის ხოლმე, მაგრამ ჩვენთვის ახლა ჩვენთვის კახეთია უფრო საკუთარი კედლები და იმედია ბათუმში უკეთესად გამოვალთ. არის ეს აი გაქვთ ეს ფაქტი რომ მაინც ბათუმში ვთამაშობთ და შეიძლება უფრო მეტი გულშემატკივარი ჩამოვიდეს და იგივე ოჯახის წევრები ბოლოსკენ თუ კი იქნებით წარმატებულები ალბათ უფრო თავსავარით ამდენად ტურნირის დროს იმდენად დაძაბულობაა რომ ჯობია ხოლმე ჩვენთვის მაინც უფრო ცალკე რა ვიყოთ და მაქსიმალურად კონცენტრირებული თამაშზე ხო აქედან გამომდინარე ვცდილობთ ხოლმე რომ ნაკლები ურთიერთობა გქონდეს ტურნირის დროს თუნდაც გულშემატკივრთან და თუნდაც ოჯახის წევრებთან. მსმენელი გველოდება უკვე მოდით მოსმინოთ გისმენთ გამარჯობა. სამშობლოა ჯევალდობორინი და გური და გამოდონა ელენა და ძალიან კარგი გადაცემა და ულოცავ ჩვენს მოჭადრაკეებს და ლაჩხუთის საჭადრაკო სკოლა ტარიერ ხუხუნაიშვილი არის დირექტორი და ხელმძღვანელი Adam ხუხუნაიშვიდან უგზარგვარჯალაძე წელები არიან და 9 თვის განკარიში არის თელისის საღამოს და თავი გამოიჩინეს ლანჩხუთელმა მოჭადრაკეებმა ლიკა იმნაძე მარიამ ჩხაიძე თამარ ხუხუნაიშვილმა და რაიონის ჩემპიონატში უგზარგვარჯალაძე გახდა რაიონის ჩემპიონი ჟანი გალანდაძე იყო ჩვენი გუბერნატორი და იმის და ზაქრო გიორგაზის მემორიალზე უგზარგვარჯალაძე გახდა ჩემპიონი და მინდა რაც შეიძლება მეცმა ახალგაზრდამ მიიღოს საჯარაკო განათლება და იყოს საქართველოს არამარტო ქალიშვილების გადრაგი მამაკაცებმაც სივაშვაცონ და ერთი მამაკაცი ჩემპიონი ყოლებოდა სოფლიო ჩემპიონი გადრაგში ხალები იმავს და ერთად ალოცეს ქართველი ქალის ნიჭიერება წარმატებას გესურვებ და მომავალ ჩემპიონატში გამარჯვება და დიდი სიხარული თქვენ გაიხარეთ როცა ჯემალდობორინია დიდი სიყვარული დიდი მადლობა კიდევ ერთი მსმენელი გისმენთ გამარჯობა გამარჯობა ჩემოსიცოცხლე და ჩემოსიყურული მოგესალმებით ქალბატონო ელადა და გელოდით გულწრფელად გეტყვი ნამდვილად როგორ შემეძლო ეხლა მე თქვენთვის არ დამეხეკა ამისანა საყვარელი ამისანა კარგი ძვირფასი გამარჯვებული გოგონებისთვის მიმელოცა და კიდე უკეთესი წარმატებები ეს ხო კარგი წარმატება კიდე საუკეთესოა მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი მინდა მსოფლიო მინდა რომ მსოფლიოს გოგონები გამიხდნენ მას ლელა ბელა მაია და ვინ აქვს მაგ ჩვენ ყველანი კარგები მინდა ყველა მთელი ქალთა შემადგენლობა მსოფლიო ხაზით მინდა რომ იყვნენ ყველანი წარმატებული და კარგები არიან ვინ კითხვა მინდა ვინ წაკვებათ ახლა თქვენ მომავალ შეხვედრაზე ელიზბორვილა ხელმძღვანელად გასაგებია დიდი მადლობა ქალბატონო და კიდევ ერთი მსმენელი და შემდგომ ჩვენს რეჟისორს თხოვ რომ რამდენიმე წუთი მოგცეს საშუალება უპასუხოთ ჩვენს რადიო მსმენელებს გისმენთ გამარჯობა ალო მოგესალმებით გამარჯობა მოგესალმებით შემოგარგებო მოგესალმებით ლელა გისურვებთ ჩემპიონობას საქართველოს ჩემპიონობას და დიდ წარმატებას არის უკვე ლელა საქართველოს ჩემპიონი ხო და გისურვებთ ხო ნუ კარგია თქო რა გასაგებია და შემდეგ კიდე ბევრი სიმსლა ეხლა რამინა ერთი კითხოთ ისე იგი ეხლა ბათუმში ხო ეს ტურნირი ტარდება ადრე იყო ისე იგი 4 ტურნირად ხო ეხლა 6-ია რა 6-ად გადაკეთდა ხო 5-ად ბატონო 5-ად დიახ და თითოეულ მათგანს 4 ტურნირში უწევს მონაწილეობა ხო? 3-ში.
გასაგებია ჩვენი მსმენელის მოსაზრებები და ჩვენი გოგონები უპასუხებენ ამ კითხვებს. მოდით თავდაპირველად თქვენ ბრძანეთ ვინ იქნება თქვენთან ერთად. ელიზბარ უბილავა არა, რადგან ის ნაკრების მთავარი მწვრთნელია, თუმცა მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ის აპირებს ჩამოსვლას და შესაძლოა იყოს ბათუმში. ოღონდ არა მწვრთნელის რანგში. ექსკლუზივს გავცემ, იმედი არ გამბრაზდება ბატონი ელიზბარ. ჩემს მოულოდნელი იყო არ ვიცოდი ეს ინფორმაცია და მე როგორც ვიცი, მე და ბელას დათო ჯოჯოა გვაყვება ბათუმში. დიახ. და რაც შეეხება თავად ამ სისტემას, ბელა, რამდენად მისაღებია დღეს თანამედროვე ჭადრაკში ეს გრან-პრი? მოდით ამ გრან-პრის შესახებ ბრძანეთ შესაძლებლობებზე და რამდენად დიდია შანსი, რომ თითოეულმა მოჭადრაკემ ამ გრან-პრის გათამაშებებზე საკუთარი თავი წარმოაჩინოს? რა თქმა უნდა, გრან-პრის ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია. ვიტყოდი რომ გრან-პრის ტურნირში გამარჯვებული ბევრად უფრო ღირსეულია, ვიდრე თუნდაც ნოკაუტ სისტემით სოფლიო ჩემპიონატი. სოფლიო ჩემპიონი, იმიტომ რომ იქ უფრო მეტი ალბათობა, როდესაც ჩვენ თამაშობთ ნოკაუტ სისტემით სოფლიო ჩემპიონატს, ვიდრე გრან-პრის ტურნირს, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად 4 წლიერი ტურნირი და აქედან გამომდინარე, ვინც აქ გაიმარჯვებს, ვფიქრობ რომ უფრო ღირსეული კანდიდატია სოფლიო ჩემპიონობისთვის. და რა თქმა უნდა, მისაღები იქნებოდა რომ როგორც მამაკაცთა ჭადრაკში, ისე თამაშდებოდეს ქალთა ჭადრაკშიც სოფლიო ჩემპიონის ტიტული. ამაზე მე მგონი არის საუბარი, როგორც ვიცი, უბრალოდ ჯერჯერობით უჭირთ სპონსორების მოძიება, ფიდეს, მაგრამ ალბათ საბოლოოდ შეიცვლება ეს და მომავალში უფრო ობიექტურად იქნება, ვფიქრობ, სოფლიო ჩემპიონის ტიტული გათამაშებული. აი, რა სიტყვით ლელა თქვენ და იგივე ეს 5 ტურნირი ფაქტურად სამი შესაძლებლობა აძლევს თითოეულ თქვენგანს და თითოეულ მოჭადრაკეს ბოლომდე წარმოაჩინოს საკუთარი თავი? რომ ჭადრაკი მაინც განწყობაა. კი, განწყობა, მაგრამ სამი ტურნირი საკმაოდ ბევრია, რომ ასე ვთქვათ, თავი წარმოაჩინო. ერთ ტურნირში შეიძლება არ გაგიმართლოს, მაგრამ ორში თუ კარგად თუ ითამაშებ, მაშინ შესაძლებელია რომ მოიგო სერია და შეხვდებ სოფლიო ჩემპიონს. ხო, რაღაც უცნაური ისინი აქვთ, წესები აქვთ ფიდეში, მაგრამ სხვათა შორის ახლა ჰოუიფანმა თქვა უარი გრან-პრიში მონაწილეობის შანსები გაიზარდა. გაიზარდა შედარებით. და ნახოთ, ნოკაუტ სისტემა, რითაც სოფლიო ჩემპიონი ჯერჯერობით კიდევ სოფლიო ჩემპიონი ხდები, ასე ვთქვათ. აქ გრან-პრის გამარჯვებული მხოლოდ პრეტენდენტია, ის სოფლიო ჩემპიონი არის ნოკაუტ სისტემით გამარჯვებული. საკმაოდ, როგორც ბელამ თქვა, საკმაოდ დაკიდული ტურნირია, რომ ყველაფერი შესაძლებელია იქ მოხდეს. შეიძლება ერთი ცვლა იქ გადამწყვეტია, ერთი შეცდომა იქ ნიშნავს, რომ ტურნირს ტოვებ და მშვიდობები 2 წლით ამ ტიტულს. შეგეგორი წლის მერე კიდეც. დაუბრუნდეთ ისევ საქართველოს ჩემპიონატს, არ არის თქვენთვის რთული ფაქტურა, ძალიან ბევრი თქვენგანი ხართ მეგობარი, მოდიხართ ბავშვობიდან და როდესაც თამაშობთ საქართველოს ჩემპიონატზე, გაქვთ ეს განცდა რომ სიტყვაზე ან ბელასთან როგორ უნდა ვითამაშო, ან ნებისმიერ მათგანთან აღარ ჩამოვთვლი. რა ვიცი, ჩემი მეგონი ერთმანეთს ხოცავთ ხოლმე და ფასი ბელა და ერთი ყარბიც არ გვაქვს მე მგონი. ხო და უფრო ისე რომ მოსაწყენი გახდა ამდენი ხანი თამაშობ ერთი და იგივე ესე თამაშები და ხომ მეფხრებ და ისე არა ხა ვიცით რომ ეს სპორტია და იქ დაფაზე რო ჯდები მთავრდება რაღაც მომენტში მეგობრობა რომ ნუ სპორტია იქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა წინ ვინ გიზის და შემდეგ იწყება ისე გრძელდება მიუხედავად შედეგისა გრძელდება ისე მეგობრობა. ხშირია, როდესაც მოსაწყენია პარტია და თავიდანვე გაქვს ეს განწყობა რომ არ მინდა თამაში. ხშირი არ არის, მაგრამ ხდება ხოლმე. ანუ დავუშვათ როცა ბევრ ტურნირებს თამაშობ გადაბმულად არის მომენტები, მაგრამ უკვე რომ რაღაც მომენტში აღარ გაქვს სურვილი, ანუ ძნელია იპოვო შენ საკუთარ თავში ის ძალა, რომ ისე შემართებით და ისე გააგრძელო თამაში, მაგრამ ну, შენი პროფესია, რაღაცა ვახერხებთ შეძლების დაგვარად. დიახ, აი ახალგაზრდებზე რა სიტყვით არის თქვათ ის თაობა და მოდიან ის მოზარდები, ვისაც შეუძლია რომ აი წლების შემდგომ ეს ყველაფერი და ეს ტრადიცია კიდევ უფრო მეტად გააღრმავონ და გააგრძელონ. რა სხვა შეიძლება ამ ხრით ძალიან სერიოზული პრობლემებია. ანუ მე არ ვიცი ხა ძალიან პატარებში ვერაფერს ვიტყვი ესე 14 წლამდე არ ვიცი ბავშვების მდგომარეობა როგორი ანუ რამდენად პერსპექტიულები არის. ვიცი რომ აკადემია საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს მათთან. და საერთოდ ბევრს მუშაობს ფედერაცია ახალგაზრდებთან, მაგრამ რატომღაც არ არის მედლები. ერთადერთი ყავს დინო ხომერიკი, რომელიც
თუ არ ვცდები 17-18 წლისა და სხვათა შორის მისგან უფრო მეტს ველოდი მე პირადად, იმიტომ რომ ეს ევროპის ჩემპიონატი მოიგო შარშან 18 წლამდე, მაგრამ რაღაცა ჯერჯერობით არ ჩანს იმაზე, რომ მაგალითად მოიგოს საქართველოს ჩემპიონატი მომავალ წელს. ამის პერსპექტივას ჯერჯერობით ვერ ვხედავ და თუ იმეც ადინებს, ის იქნება ერთ-ერთი კანდიდატი სულ მალე რომ შემოვიდეს ნაკრებში, მაგრამ მეტი არ ვიცი, მე ვერ ვხედავ. არ არის ყოველ შემთხვევაში არც რეიტინგით, არც შედეგით, პარტიების არ შემისწავლია ვერაფერს გეტყვით. მაგრამ ნუ ერთი შეხედვით ეს თვალში საცემი არის, ეს ნაკლებობა. ძალიან, იმიტომ რომ 20 წლამდე საქართველოს ჩემპიონატს რომ 10 კაცი თამაშობს, ეს უკვე სერიოზული ძალიან ცოტა არის, იმიტომ რომ ჩემ დროს 30 კაცი მინიმუმ 30 მონაწილე მინიმუმ იყო. და ფაქტიურად ესეთი პერიოდი იყო, რომ 30-დან შეიძლება ითქვას, მინიმუმაც მაინც ქონდა რაღაც შანსი, რომ სამეულისთვის ძალიან დაბალი დონე. თვითონ საჭადრაკო თვალსაზრისითაც ძალიან გაოცებული ვარ ხოლმე ხანდახან, რომ ნუ კაი რეიტინგი შეიძლება არ ქონდეს, ვერ მიდიოდეს რაღაც ტურნირზე, მაგრამ იმდენად ხო მე 16 წელს ამოვიგე პირველად საქართველოს ჩემპიონატი და ეხლა რა ვიცი 16 წელიწადში საქართველოს ჩემპიონატზე ვერც ხვდებიან. უშუალოდ იგივე ნუ ნინო ვერ თამაშის და ჩემ იგივე ნინო დაუშვა ფედერაციამ მისცა შანსი, მაგრამ ახლო არ მისულა ასე თქვა სამეულთან და უკვე დროა მე ვფიქრობ რომ ამას აქ შეხა 18 წელს არ არის უკვე პატარა ახლა როცა გარიაჭკინა იცით რომ მაგდენი ასაკისა და უკვე სოფლიო და გუნდურებში შეყავს უკვე რუსეთს და არა მხოლოდ გარიაჭკინა ძალიან ბევრი რა ვიცი ჩვენთან არ არის სამწუხაროდ ეს ბელა თქვენ რამდენი წლის იყავით პირველად რომ საქართველოს ჩემპიონატზე ითამაშეთ და წარმატებით ზუსტად არ მახსოვს პირველად ალბათ სადღაც 16-17 წელს ასაკში შეიძლება ვითამაშო ზუსტად არ მახსოვს. და აი ამ იგივე პოზიცია გაქვთ როგორც ლელას აი ამ მოზარდებთან დაკავშირებით რომ თქვენი თაობა აბსოლუტურად სხვა იყო და უფრო მეტად ძალიან ბევრი პრობლემის მიუხედავად თქვენი თაობა არა მარტო ჩემი და ლელას მოსაზრება, ანუ ხო ობიექტურად ესეთი სიტუაცია. ჩვენზე მეცმეც ადინეობა რეალურად რომ მიხვიდეთ სასახლეში, ჩვენ ოთახიც კი არ გვაქვს და რომ მიხვიდეთ, სუმიც ადინეობენ ეს ბავშვები. იგივე ნინო ხო, ყოველ დღე მეცაინებს, მე მგონი სუპატაშვილი იგივე რომელიც ნანასაც ამეცაინებს აგინძისაც, რამდენჯერაც მივედი, იმდენჯერ ზიან მეცადინეობენ და შედეგი სამწუხაროდ არ არის ადეკვატური. თქვენ დროს არ საჭმელი არ იყო, დენი არ იყო. ეკონომიური პირობებიც საკმაოდ პრობლემური იყო, ნებისმიერ შეჯიბრზე წასვლა არ წასვლაც საკმაოდ პრობლემური იყო. წავიდოდი ისიც ავტობუსით 3 დღიანი მგზავრობა საბერძნეთში. ეხლა ყველაფერი ისიც უნდა და სხვათა შორის ჩემ დროს საქართველოს ჩემპიონობა უფრო რთული იყო ხოლმე იგივე ასაკობრივ კატეგორიებში. ვიდრე მე გახვიდოდი და ევროპის და სოფლიო ჩემპიონი უფრო ადვილი იყო ხოლმე ეს. იქ მოპოვება, მაგრამ ეხლა ყველაფერი შეიცვალა მომზადების მხრივ უკეთესობისკენ, მაგრამ შედეგები რატომღაც არ არის ის და არ ვიცი ეს რისი ბრალია ვერ გეტყვით. რა სიტყვით ბელა თქვენ, ანუ შეიძლება ითქვას რომ რაღაც მიზეზი არსებობს? მე ვფიქრობ რომ ცხოვრება შეიცვალა და ბავშვებს ინტერესები შეიცვალა, შესაბამისად უფრო მრავალფეროვანი გახდა და უჭირთ რაღაც მარტო ერთ საგანზე და თავშოთ ჭადრაკზე კონცენტრირება. ანუ ჩვენთვის ეს იყო ძირითადი რაც მამოძრავებელი ძალა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სკოლის გარდა ეს იყო ჩვენი სამყარო, სივრცე, სადაც შეგვეძლო საკუთარი თავის რეალიზება. დღევანდელ ბავშვებს უფრო მეტი საშუალება აქვთ და ვფიქრობ, რომ ცოტა ხელს უშლით, რომ წარმატებას მიაღწია. თუმცა თქვენგან განსხვავებით დღევანდელ ამ თაობას აქვს იმის შანსი, რომ უფრო მარტივადაც მოიპოვოს ძალიან ბევრი რამ, იგივე აი პრობლემების გადაჭრით და მოგვარებით, რაც უკვე დღეს აბსოლუტურად რეალურია და უპრობლემოა. ვერც წარმოიდგენ ზოგიერთი მათგანი, რომ შეიძლებოდა თქვენ სანთლის შუქზე გეთამაშათ. შეიძლება საერთოდ იმიტომ დავიწყე ჭადრაკის თამაში, რომ შუქი არ იყო ტელევიზორი არ იყო და მშობლებს რაღაცით უნდა დავეკავებინე და ხო რა თქმა უნდა დღევანდელი თაობისთვის უკვე წარმოუდგენელია ეს რამდენი პრობლემის გადალახვა გვიწევდა ჩვენ თუნდაც ტურნირზე წასასვლელად, თუნდაც სამეცადინოთ, მაგრამ არ ვიცი ხო რატომღაც უკეთესი პირობებია, მაგრამ თაობა იმდენად არ ჩანს, რაც გულდასაც წვეტია. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენ სამაგიეროდ გქონდა პირობები შექმნილი უკეთესი, ვიდრე ახლა ბავშვებს აქვთ სკოლიდან, უნივერსიტეტიდან, ანუ ხელს გვიწყობდნენ. ეხლა მე მგონი გაცდენებზე სოფლიო ჩემპიონი იყო, თუ არ ვცდები, მერიკო და ატესტატს არ აძლევდნენ, რომ რატო გააცდინე 20 დღე და აბა რა ეკნა არ წასულიყო ტურნირზე და
ეს არის საკმაოდ სერიოზული პრობლემა, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრა იგივე სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან, განათლების სამინისტროს მესვეურებთან და იმედია ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ნაკრების წევრებზე და იმ ახალგაზრდებზე, ვინც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე. და თუნდაც ხო, იმიტომ რომ ეს უცხოეთში ხა ჩინეთში და საერთოდ გამოყავთ სკოლიდან და აცხოვრებენ საჭადრაკო, ასე ვთქვათ, სასტუმროები აქვთ. აქვთ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროში არის სართული და აწერია ჩეს საჭადრაკო სკოლა. იქ ცხოვრობენ, იქ ამეცაი ისინი საერთოდ არ დადიან სკოლაში და ეხლა ჩვენ ბავშვებს თუ არ შეუწყობთ ხელს და მათ მოუწევთ რომ მთელი დღე სკოლაში გაატარონ და შემდეგ კიდე გაკვეთილები იმეცაინონ, ელემენტარულად არ დარჩება დრო ჭადრაკისთვის და სხვა იმეცადინებს ის ჩინელი, რუსი, ყველა იმეცაინებს დანარჩენი და ვერ გაუწევთ კონკურენციას. რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეეწყოთ ამ მხრივ. იგივე როდესაც თვალსადევნებთ მსოფლიოს მასშტაბით ძალიან დიდია დღეს უკვე სხვაობა, ვთქვათ, ჩვენსა და მათ შორის. ახალგაზრდებს გულისხმობთ. აი ესე რომ პარტიების შემესწავლა არ ყოფილა, მე უბრალოდ შედეგებს ვუყურებ და დიდია სხვაობა და 20 წლამდე უკვე სერიოზულად იგრძნობა სხვაობა, იმიტომ რომ სხვა იგივე რუსი გახდა თუ არ ვცდები წელს შარშან 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონი. სხვა რეიტინგი აქვს. ხა ადამიანს როცა 6-ს რაღაცა აქვს, ხო, ნუ სხვა რეიტინგი აქვს და ჩვენთან არ ვიცი იმ დონეზე ვერ თამაშობენ ჩვენები და არ ვიცი ხა მომზადების, სკოლის, ხელშეწყობის რის ბრალია ზუსტად ვერ გეტყვით. დღეს როგორ თვლით, ორივენი ხართ ძალიან წარმატებულები და ფაქტურად ძალიან ადრეული ასაკიდან მოდიხართ ესეთი ტრიუმფი. დღეს როგორ თვლით, ახალგაზრდისთვის რა უნდა იყოს მთავარი რომ მოვიდეს და ჭადრაკი ისწავლოს, ჯერ ისწავლოს და შემდგომ უკვე ითამაშოს. მთავარი სურვილი უნდა იყოს ჩემი აზრით, რომ უნდოდეს ჭადრაკის თამაში. აგრეთვე მე ყოველთვის ვამბობ, ძალიან დიდი როლი უკავია ოჯახს და მშობლებს, რამდენად უწყობენ ხელს ბავშვის ნიჭის განვითარებას და არ ვიცი, უნდა კონდეს სურვილი, რომ მიაღწიოს წარმატებას, რა თქმა უნდა, მომავალში. თუმცა ამ სურვილთან და შესაძლებლობასთან ერთად თვითონ შინაგანად რა უნდა იყოს მისთვის აი ბიძგი, რომ საკმაოდ რთულია ხომ დღეს დაჯდე და 6-7 საათი ვარჯიშო და რა თქმა უნდა რთულია, ჩვენთვისაც რთულია ახლა მის მეტად წვრთნელის გარეშე რომ დაჯდე და იმეცადინო. არ ვიცი, უნდა კონდეს ეს სურვილი დაუშვათ როგორც გონა რობერტ ფიშერს რომ დაემარცხებინას საბჭოთა კავშირის მოჭადრაკეები, ხო რაღაც უნდა გამოძრავდეს, რაღაცა ძალა რომ რაღაცას მიაღწიო. უნდა კონდეს ნებისყოფა, ნიჭი, რა თქმა უნდა. ეს შილკა ქართულად ჟინი ხო რაღაც ესეთი უნდა იყოს ბრძოლის უნარიანი და უნდა გინდოდეს რომ გახდეთ ჩემპიონი. სხვანაირად არ გამოვა. ლელა, როდესაც თქვენს ბავშვობას იხსენებთ, როგორ თვლით რა იყო ის მთავარი რომელმაც დღემდე მოგიყვანათ? ყველაფერი ერთად და ნუ ეს ჟინი გამარჯვებისა რომ ჯერ ოჯახიდან დაწყებული, თორე ჩემი და დადიოდა და ნუ ჯერ ჩემი დისთვის უნდა მომეგო მერე, სხვისთვის მერე იქ უნდა დამემტკიცებინა და ეს მერე რომ იგებ ტურნირს შედიხარ, ასე ვთქვათ, აზარტში. რომ მე კიდე უფრო მეტი გინდა და მე უკვე იმდა შრომას როდებ, ხა დღეში თუ 6 საათს და 7 საათს ჭადრაკთან გაატარებ, თუნდაც ერთი თვის მერე არ მოგინდება მის, იმიტომ რომ ჩადებული გაქვს სერიოზული შრომა. და ამას მიყვები, ეს გაინტერესებს და ვეღარც წარმოგიდგენია, რომ სხვანაირად არ შეიძლება იყოს და ალბათ ყველაფერი იმის გამოც იყო, არ ვიცი, ხა შეიძლება ამ ეტაპზე, ანუ ამ დროში რომ ეთამაშე, სადაც ინტერნეტია შუქიანთენია და ყველაფერი დანარჩენი ესე თქვათ ყურადღების გამფანტავი მომენტებია. შეიძლება ესეთი კონცენტრირებული ვეღარც მე ვერ ყოფილიყავი ჭადრაკს. ძალიან ბევრი მართლა ესეთი სოციალური ქსელები. მე თუ მკითხავთ, საერთოდ არ უნდა გქონდეს 18 წლამდე მოჭადრაკეს და თუ რამეს მიღწევა გინდა, იმას არ უნდა გქონდეს. მე ხომ ავაძლევ თავისუფლებას, რომ ეს ამხელა ასაკში და ამხელა გამოცდილების, რომ მაგრამ ისინი ვერ აკონტროლებენ და ეხლა თუ დადგები და მთელი დღე სელფებს გადაიღებ და ამის ატვირთით დაკავდები, აბა ჭადრაკი როდის ხა უნდა იმეცადინო. აბა ის ცოდნა როდის უნდა შეიძლება. მე ვამბობ, რომ ყველას ვეუბნები, ვინც რაღაცას მეკითხება ხოლმე ახალგაზრდები, რომ მეცადინეობდი ძალიან ბევრს. მათ თქმა უნდა, მშობლები მეხმარებოდნენ. მშობლებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ უნდა შეუწყონ ხელი და უბრალოდ ჩემ დროს ის იყო პრობლემური, რომ ჯერ ეკონომიური და მე ომი და ყველა უბედურება დაგვემართა და სტიმულს ვერ ხედავდი, იმიტომ რომ ხო გითხარით, 16 წელიწადს საქართველოს ჩემპიონატს ვიგებ, სოფლიო ჩემპიონატზე გავდივარ.
ეხლა რომ ვინმე მოიგოს, წარმოიდგინეთ რა ამბავი იქნება და ძალიან სწორი იქნება, ესეც უნდა იყოს. მაშინ არ იყო არაფერი. არაფერი, მოიგი კი ბატონო გილოცავთ და მორჩა. და აი ეს სტიმული ახლა აქვთ ბავშვებს და სოფლიოშიც ბევრი ტურნირი ტარდება, ბევრი პერსპექტივით მეტყვეტეს გოგონებს. და ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ბიძგი მათთვის, რომ იმეცადინონ და მაქსიმალურად მოახდინონ კონცენტრირება ჭადრაკზე. ვაჟთა ჭადრაკი უფრო მეტად განვითარებულია და უფრო რთულია? უფრო რთულია, იმიტომ რომ ჩვენთან ცნელის პრობლემაც არის. ჩვენ არ გვყავს ძალიან მაღალი დონის ცნელი ბევრი. სულთიცე ჩამოსათვლელი ცნელები გვყავს სარყოფნის ხალხს და კაცებს ჭირდებათ მეტი ფინანსები, უფრო მეტი მომზადება. ეხლა ხანს დღეს გავიგე ინფორმაცია, რომ ეს კარიაკინი, რომელიც ემზადება კალსეთა შესახვედრად, მოითხოვა 300,000 ევრო მოსამზადებლად და რაღაცა სუპერ ცნელები ყავს და იქამდე რომ მიხვიდე, კიდე ორი მაგდენი გინდა და ხა ესეთი ფინანსები არ არის. ან უნდა იყოს ძალიან ნიჭიერთან ერთად პატარა ხელშეწყობაც უნდა გქონდეს და პლუს ხასიათი უნდა გქონდეს ისეთი, რომ აი ეს ყველაფერი არ მიაქციო ყურადღება, შენ დაჭდე მაინც იმეცადინო და მე გააქვს პერსპექტივა რომ გამოვიდეს რაღაცა და მსოფლიო დონეებზე გახვიდე. ბელაი, როგორ თვლით, დღეს თქვათ მწვრთნელის გარეშე შესაძლებელია რაღაცის მიღწევა? აგერ საქართველოს ჩემპიონატის კი და დანარჩენი ძნელია. ხო, არა, მაღალ დონეზე ძალიან ძნელია მწვრთნელის გარეშე, ფაქტიურად წარმოუდგენელია მარტო რამეს მიაღწია, იმიტომ რომ ძალიან განვითარდა ჭადრაკი, ძალიან დიდი ინფორმაცია და მარტოსთვის წარმოუდგენელია ფაქტიურად. შეიძლება ბევრი თქვენი მეტოქისთვის წარმოუდგენელია, რომ თუნდაც საქართველოს ჩემპიონატზე ითამაშეთ მწვრთნელის გარეშე, ძალიან ბევრი არ არის ეს და არ ჩნდება, ვთქვათ, ეს კითხვები, რომ როგორ ახერხებთ, ვთქვათ, რატომ, რისთვის, იმიტომ რომ მართლა წარმოუდგენელია დღევანდელი რეალობით, რომ მოხვიდე, ითამაშო, წახვიდე, იფიქრო ძალიან ბევრ ფაქტორზე და ასე შემდეგ. უცხოელებისთვის წარმოუდგენელია, იმიტომ რომ საერთოდ ახლა თუნდაც იგივე რუსეთის ნაკრების მცნელებისთვის, რუსეთის ნაკრების მოთამაშეებისთვის უმცნელოდ მე მგონი საერთოდ არ უმეცადინიათ. რამდენიმეს თან მქონდა ისე და გაოცებული ამბობდა, რომ არა, გოგო როგორ უნდა დაჭდესა და მარტო როგორ უნდა გაარჩიოს პარტია და როგორ უნდა იმეცადინოს. მე მგონი ერთ-ერთი კოსტენი უგიყავთ, რომელსაც, მაგრამ იმასაც იმდენი მცნელი ყავდა, რომ მარტო დრო როდის გამონახა, მე არ ვიცი რა იმეცადინა და ეს მართლა რაღაცა არ არის მართლა ანუ ადეკვატური არ არის, როცა შენ უმცნელოდ ხარ და სხვა მცნელით. იმიტომ რომ უფრო მეტ დროს ვანდომებ ელემენტარულად. შეიძლება საერთოდ არასწორადაც კი მეცადინეობდე რაღაცას. და რაღაც მომენტში გაგიჭირდება იმათთან კონკურენცია. რა თქმა უნდა, რაღაც მომენტში ისინი გაგასწრებენ და ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული პრობლემა გვაქვს ჩვენ. და პრობლემა, რომელიც ალბათ რაღაც ეტაპის შემდეგ უკვე მოგვარებადი უნდა გახდეს, ხო? იცით რა არის, მე მეგონა რომ ახლა მსოფლიო, ჯერ ოლიმპიადის ჩემპიონები რო გავხდით, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონები რო გავხდით თუნდაც შარშან, რაღაც მომენტში მოგვარდებოდა ეს, მაგრამ აი წარმოიდგინეთ, ნოემბერში დამთავრდა ევროპის გუნდური ჩემპიონატი. სექტემბერში გვაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი ოლიმპიადა. ძალიან მალე. მე ყოველთვის იმას ვამბობ, რომ დამთავრდება ტურნირი, მეორე დღესვე უნდა დაიწყოს მომზადება აი შემდეგი ტურნირისთვის. მეორე დღეს კი არა, ახლა არის აპრილის თვე, მაისამდე ჩვენ მცნელს ვერ ვნახავთ თვალით. არც ერთი დღის დაკარგვა არ შეიძლება, მით უმეტეს თვის და თვეების. ხო და არ ვიცი, როცა ითხოვენ ჩვენგან რომ გავხდეთ ოლიმპიური ჩემპიონები, ან თუნდაც სამეულში გავიდეთ და როცა მე მარტო ვზივარ და მეცადინეობ და როგორ უნდა შევებრძოლო ადამიანს, რომელსაც 5 მცველი ახლავს თან. ნიჭიერებით. არ არის ხა უნიჭო არავინ არ არის, შრომა არის 90%. დანარჩენი ნიჭი, ჩვენ ხო გვყარს ეს თქვა, რომ ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი და რაღაცა. არის ჩვენთან ზარმაცი არავინ არ არის, უბრალოდ ფიზიკურად ვერ არ არის ფინანსებიო, ესე გითხრეს და ვერ მოდის მცნელი რომ გამეცადინოს. ეს რა ვიცი, კვირაში 3 ჯერ მაინც, ხო? აი ეს მომენტიც ვერ მოგვარდა სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენ გვექნება შეკრება 2 მაისში იქნება პირველი შეკრება ბატონ ელიზბართან და დათო ჯოჯუასთან ერთად, მაგრამ ჩვენ გვინდოდა რომ დათოს ეს თვეები რაც არის, რომ კიდე დამატებით ვემეცადინებინეთ. უბრალოდ იქამდე ძალიან ცოტა დრო რჩება სექტემბრამდე. ეს სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. თან თუ კი ზაფხულის პერიოდსაც გავითვალისწინებ, ძალიან ბევრი ფაქტორია იგივე დასვენების და სულ გვექნება 20 დღე მომზადების. 20 დღიანი მომზადებით როცა 9 თვეა დარჩენილი, ხო, ოლიმპიადამდე 20 დღიანი მომზადება 9 თვის განმავლობაში, ეს არის ძალიან ცოტა.
ეს არის მიზერი. და მე თუ მკითხავთ, მე არ უნდა ვითხოვდი ამას, პირიქით უნდა მეხვეწებოდნენ, რომ აი, მოდით სხვას გამოგიგზავნი, ოღონდ იმეცადინე. და აქედზე ვიხვეწებით, იმიტომ რომ ჩვენი გვაქვს მაგალითად წლიურად მოგცეს, ახლა დასამალი არ არის, დაახლოებით არის $700 ეკვივალენტი ლარში. ისიც იბეგრება თუ მცნოს აიყვან და ეს არის მაქსიმუმ 1 კვირა შეგელია მცნოთან იმეცადინო, ან ერთ ტურნირზე წახვიდე, ან ფიტნეს კლუბში. ანუ ვერც შეიძლება ვერც ტურნირზეც ვერ წახვიდე, მე მაგალითად გიბრალტარზე ვერ წავედი წელს, იმიტომ რომ გაცილებით ძვირი ჩდებოდა ვიდრე $700. და ეს არის, არ ვიცი, რატომ მოხდა ესე, რომ ეს ფინანსები არ აქვს მიუხედავად ისა, რომ სოფლიო ჩემპიონები ვართ. და მე არ ვიცი, რას უნდა დაველოდოთ კიდე, რომ რაღაცა გამოსწორდეს. კვლავსმენელი გისმენთ, გამარჯობა. მოგესალმებით, ხალხო ელენია, ჩვენ ახალგაზრდა მოწაფეებს. მოგესალმებით. აი გილოსულებთ წარმატებებს და გამხაროთ ჩემპიონი გახდით გილოცავთ ამას. მაგრამ მე მინდა რომ თქვენმა თაობამ დაუნოს ჩვენ კაზაკს ტახტი, სადაზაკო ტახტი, სოფლიო ტახტი, რა თქმა უნდა, ტახტს გულისხმობ და მათ ერთ შეკითხვა იგი თქვენ გაგვითა წერან რომ ეს სოფლიო ჩემპიონის მოპოვების გზაზე რაღაც ცვლილებები არისო და ეს ვერ გავიგებ მე რას ეხება ეს ისევე საზოგადოებრივი ტურნირები იქნება მეოთხე ფინალი ნახევარ ფინალი და ის ხდება სოფლიო ჩემპიონს თუ როგორ იქნება მადლობთ ყურადღებით დიდი მადლობა ბრძანეთ ყველა მოდით უპასუხეთ თქვენ ანუ მე ვიგულისხმობ რომ მამაკაცთა ჭადრაკში არის შემდეგნაირად რომ გრან-პრის ეტაპების გამარჯვებული და მსოფლიო თასის გამარჯვებული ხვდებიან უკვე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს ხო ისეთი არეულია ჩახლართულია რომ ან ქალთა ჭადრაკშიც იგივე სისტემა შეიძლება რომ გადმოვიდეს ანუ ჩვენთან მსოფლიო თასის გამარჯვებული არა ჩვენთან უკვე მსოფლიო ჩემპიონატი ითვლება ნომინც ნოკაუტ სისტემას მოიგებს და ეს შეიძლება შეიცვალოს და იყოს უკვე მსოფლიო თასის გამარჯვებული რომელიც შეხვდება გრან-პრის ეტაპის გამარჯვებულს და ასე გათამაშდება უკვე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული თუმცა ნებისმიერი გულშემატკივრის ჩვენს რადიო მსმენელს დავეთანხმები და მადლობას ვეტყვის არისთვის ნებისმიერი გულშემატკივრის თქვენთან შეხვედრა ალბათ იწყება და მთავრდება სურვილით მსოფლიოს ჩემპიონატის გვირგვინს დაგვიბრუნებთ არის ეს მომენტი გადაფრენა არის ეს აი უფლის წყალობა თუ იქნება ყველაფერი შესაძლებელია მე ამის მჯერა რომ შრომით და ლოცვით ყველაფრის მიღწევა შეიძლება რას თქვით შეიძლება თუმცა იგივე ვთქვათ, აი როდესაც საერთაშორისო მასშტაბით უყურებთ და აკვირდებით აი ამ შედეგებს, მაინც რთულია ჩვენ დავეწიოთ მათ. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით არ ამწურნელი არა ძალიან ბევრი პრობლემა, მაგრამ მაინც მიდიხართ იქ, მაინც თამაშობთ, მაინც არის რაღაცა ის ეტაპები, როდესაც გაკვირვებას და გაოცებას იწვევთ და იპყრობთ ნებისმიერ საჭადრაკო პრესას. სამწუხაროდ მეტნაკლებად ქართულსაც, მაგრამ მოდით ვაღიარებ საკუთარ თავზეც ვიტყვი, არის ხოლმე ეს მომენტები, როდესაც ისინი გვჯობიან, თქვა თითოეული თქვენგანის წარმატების პიარში. როგორ გითხრათ? აი სოფლიო ჩემპიონები ხომ გავხდით ოღონდ გუნდურში აპრილში. და რუსია ტყეს რუსებმა რომ ესეთ გადაუარეთ ასე ვთქვათ, დასხდნენ და იმდენიმე წაიდნენ სანამ არ გაგვანადგურეს მე ევროპის ჩემპიონატზე პირად მატჩი. ანუ კონკრეტულად ძალიან სერიოზულად მოემზადნენ ჩვენ წინააღმდეგ და მომზადების გარეშე გაგვიჭირდება. მე პირდაპირ ვიტყვი რომ ესე ჩემი მეძე ნუ იქნება მარტო ჩემი მეძე ნუ იქნება ფედერაცია. თუმცა მე მაინც ვთვლი რომ აი ეს შედეგი რეალურად ნამდვილად არ ასახავს იმ სიტუაციას რაც არის დღეს თქვენს ორ ნაკრებში და ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ მათი დამარცხება შეგიძლიათ. რა თქმა უნდა ყოველს დამარცხება შეგვიძლია უბრალოდ მე ვამბობ იმ პერსპექტივაზე, ახლა მე თუ არ ვიმეცადინებ და სხვამ თუ იმეცადინებს, მე რატო უნდა დავამარცხო? თუმცა თითოეულ თქვენგანს ქონდა აი შემდგომ უკვე ეს განცდა, რომ აი მაინც მოდუნდით უკვე მოგებული გქონდათ რუსეთთან ეს პრინციპული მატჩი. არის ეს მომენტი, როდესაც აი უგებ და ძალიან მალე ისე ვხვდები ლელა? მე იმ მატჩში არ მითამაშია სამწუხაროდ კი ბატონო, აი როგორც ეგ გულშემატკივარმა შემდეგ ხო შეაფასეთ და ვთქვათ, გქონდათ ეს მომენტი, რომ აი რატომ როგორ რანაერად სხვათა შორის არა, ესეთი შეფასება არ ყოველთვის ძალიან სერიოზულად ვემზადებით, როცა ვეთამაშებით. არ იყო ეს, რომ აი ჩვენ ერთხელ მოუგეთ და ახლა უკვე მოგბეზდა თამაში, არა. იმიტომ რომ წინა დღეს მოუგეთ უკრაინას და მეორე დღეს ასევე მნიშვნელოვანი მეტოქი არის უკრაინა და მეორე დღეს რუსეთს ვეთამაშებოდით და არც ერთი წუთით არ ყოფილა მოდუნება.
მაგას ვერ დავაბრალებთ ეს. Ну, რაღაც ხდება ხოლმე, ახლა თვითონ რუსეთმა ორჯერ წააგო ჩინეთთან 4-0 მაგალითად და ხანისია. სპორტია და მაგით ფასობს რომ ხან მოიგებ, ხან წააგებ. რა სიტყვით იმეცე? ჩინეთშიც არ მოგვიგია ჩვენ რუსეთისთვის ფრედ დავამთავრეთ, მაგრამ ანსამბლად ტურნირი მოვიგეთ. მაგრამ ვფიქრობ რომ როცა ერთ ტურნირს იგებ დამთავრებ იქ და ანუ შემდეგისთვის ეს ემოცია იმდენად თან არ იყო ისე მალე რომ გავყოლოდა ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა უფრო მეც სიტყვავს ახლა მსოფლიო ჩემპიონი გუნდისგან საკუთარი თავის გულშემატკივარიც, მაგრამ თუ რომ ევროპის ჩემპიონატზე ანუ ცალკე ტურნირი იყო და სხვანაირი განწყობა და სხვა მომზადება გქონდა უფრო. რატომღაც არ გამოგვივიდა ის შედეგი. ისეთ ვერ წარმოვაჩინეთ საკუთარი შესაძლებლობები ისეთ დონეზე არ ვიყავით, არ ვიცი ფსიქოლოგიურად, მზად, ფიზიკურად თუ ჭადრაკის ხრივ რაღაც პრობლემები შეგვექმნა და ვერ ვაჩვენეთ იგივე შედეგი რაც მსოფლიო ჩემპიონატზე. ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ოლიმპიადა ბაქოში და თვლი რომ ყველანაირად უნდა მოვემზადოთ, უნდა შეგვიწყონ ხელი ჩვენს რაც შეგვიძლია ახლა ვაკეთებთ ჩვენ თვითონ და რა თქმა უნდა ვიბრძვით მაღალი შედეგისთვის და აქედან გამომდინარე მომზადება შესაბამისი უნდა იყოს. რა თქმა უნდა ნებისმიერ სპორტში მომზადების გარეშე ეს ყველაფერი წარმოუდგენელია, მით უმეტეს როდესაც უკვე არის ეს მოთხოვნადობა რომ თქვენ აუცილებლად ოლიმპიური ოქროსთვის უნდა იბრძოლოთ არალელა ეს ხო არის ყოველთვის დამატებითი ფსიქოლოგიური ფაქტორი იგივე გულშემატკივრის მხრიდანაც რომ იცი რა მისთვის ეს საკმაოდ რთული წარმოსადგენია მას გონია რომ ქართველი ქალი მოჭადრაკე არის ყოველთვის დაუმარცხებელი და ნებისმიერ ტურნირზე უნდა გამოვიდეს ტრიუმფი. ჩვენთვის მოთხოვნები მაღალია, მაგიტო ვამბობ, თორე აბა ათეულში ისეც უნდა გავიდეთ, სულ რომ არაფერი გავაკეთოთ, ხო? უბრალოდ ჩვენ თავს უყენებთ და გულშემატკივარი გვიყენებს და ფედერაცია გვიყენებს მაღალ მოთხოვნებს, ასე ვთქვათ. რასაც უნდა შეესაბამებოდეს ხელშეწყობა. დანარჩენ შემთხვევაში უნდა ვიყოთ უფლის სასწაულის იმედზე. იმიტომ რომ მე ესე მიმაჩნია ხოლმე რომ თუ ჩადებ ყველაფერს და თუ იშრომებ, იქაა წარმატება მოვა და თუ არ იშრომებ და შემთხვევით გაგიმართლებ, შეიძლება ერთხელ ორჯერ, მაგრამ ყოველთვის არ გაგიმართლებს. აი ძალიან მინდა ორივე მოპასუხოთ ამ კითხვას. ყოფილა ისეთი ტურნირი ან პარტია, როდესაც აი საკუთარი თავისთვის გითქვამთ რომ ღმერთო როგორ გამიმართლე? გამის ყოველდღე. კი, რა თქმა უნდა. კი, ხდება ქალთა ჭადრაკში უფრო ხშირად ხდება გამართლებები, რა თქმა უნდა. ოიტა ნელენე დავამთავრე მართლა. გულშემატკივრმა რომ დარეკა და მკითხა, ანუ კაცების მსოფლიო ჩემპიონატზე არასწორად უპასუხე, ანუ გრან-პრის ეტაპის გამარჯვებული, მსოფლიო თასის გამარჯვებული და კიდევ რეიტინგით ირჩევა იქ და როგორც ახლა იყო პრეტენდენტთა ტურნირი ჩატარდება და უკვე პრეტენდენტთა ტურნირის გამარჯვებული ხდება მსოფლიო ჩემპიონს მატჩში. დავუბრუნდეთ ისევ ბათუმს თქვენს გარდა იქ კიდევ ნანა ზაგნიძე და ნინო ბაციაშვილი ითამაშებს და შეიძლება ითქვას რომ 4-ვე თქვენგანისთვის საჭადრაკო ოლიმპიადის წინ ეს ერთგვარი კარგი ძალიან კარგი გაკვეთილი იქნება არალელა. კი, ვიციოდით რომ გაგრძელებაა საქართველოს ჩემპიონატისა ბათუმშიო. კი, კარგი გაკვეთილი იქნება ნამდვილად. და ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზია და რაც უფრო მეც მიეცემა ვთქვათ ბუნებრივია დამსახურების ამები, იმიტომ რომ მე ყოველთვის თuliდი რომ მაგალითად თქვენ ნამდვილად იმსახურებდით რომ გრან-პრი გეთამაშათ და მე მიმაჩნია რომ ბევრი ასე ვთქვათ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო ფედერაციამ იგივე ჩემს მიმართ, როცა ანუ რაღაც შერჩევები იყო. ანუ თვით რა არის, არ უნდა ხდებოდეს პირადი სიმპათიის მიხედვით, ანუ რაღაც ან შედეგს ან საჭადრაკო ძალას რაღაცასაც უნდა მიექცეს ყურადღება და ნუ სუჩუმად ვარ ხოლმე როგორც წესი რომ არავის საკუთარი დაამტკიც რაღაც მომენტში მოგბეზდება მე უკვე ყოველ წელს და რაღაც დამტკიცება და თუმცა ეს სიურპრიზი ხო სასიამოვნო იყო. კი ბატონო, იმიტომ რომ მათ დაინახეს და საერთაშორისო სამყარომ შეაფასა რომ თქვენ ამ თამაშს აუცილებლად ნამდვილად იმსახურებდით. კი, ახლა მთავარია იქამდე ძალიან მალე იწყება. საკმაოდ მალე იწყება და არჩევანი უნდა გავაკეთო მომზადებასა და ძალების აღდგენას შორის. და ალბათ უკანასკნელზე გავაკეთებ არჩევანს, იმიტომ რომ 11 ტური ძალიან ყოველდღე ძლიერს რო ეთამაშები 11 ტურის განმავლობაში ძიმე ტურნირი იქნება და ალბათ უფრო მომზადებაზე ვიტყვივარს და ფიზიკურ მომზადებას მივხედავ. თუმცა ვთქვათ ალბათ იქნება მაინც თქვენი დროის გარკვეული მონაკვეთი, როდესაც ამ თვალსაზრისითაც იმუშავებ და მომზადების მხრივაც მწვრთნელთან გეკნება. თავისთავად დათო მოდის, ძალიან გამეხარდა ეს ფედერაციამ გააკეთა რომ დათო მოყვება
ნამდვილად კარგი იქნება და დათოს იმედი მაქვს რომ ასე ვთქვათ მაქსიმალურად დამეხმარება იქ რომ მოვემზადო კონკრეტული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. რა სიტყვით როგორი იქნება თქვენი ეს აღდგენითი დასვენების და მზადების ეტაპები? ჩემთვის ძალიან რთული იქნება ორივე, ახლა ენერგიის აღდგენას და მომზადებაც, იმიტომ რომ სულ რაღაც 3 დღეში ჩინეთში მივდივარ და ჩამოვდივარ გრან-პრის წინა დღეს. მაგრამ არც კი ვიცი რის იმედი მქონდა ასეთი დაძაბული გრაფიკის შემდეგ, მაგრამ რა ვიცი შევეცდები რომ ყველანაირად შევხვდე რა თქმა უნდა შვიდად რაღაცნაირად ენერგია დავაგროვო საკუთარ თავში და უკვე ტურნირის დროს ალბათ მაქსიმალურად დავიხარჯები როგორც მომზადებაზე ესე პარტიაზე. საკმაოდ რთულია, როდესაც თქვათ, აი ესეთი გადატვირთული გრაფიკი გაქვთ და რამდენიმე დღის წინ იყო თქვენი ვაჟის დაბადების დღე და საკმაოდ ემოციური იყო ის ფოტო, როდესაც ტურიდან მიხვედით, მიულოცეთ, რაღაც ძალიან ბევრი მილოცვაც იყო შემდგომ უკვე. არა აქვს პროტესტი, რომ 10 წლის ვაჟკაცს უკვე რომ ყველა იცის გვარებით. ყველას პარტიებს უყურებს. ძალიან გულშემატკივრობს და მე ეს თანის უკვე ესენი აქვს ანუ კომპიუტერში თავისი ანალიზებით არის ან და როდესაც უცვლას აკეთებ ის აწითლებს იმ სვლას ხო და აღშფოთებულია ხოლმე რამდენი წითელი სვლა გააკეთე დედიკო და რამდენი წითელი ყველაზე ნერვიულობს და მაგრამ ტურნირის წინ ახლა რა უთხარი რომ შეესაბადების დღეზე მეთქი ესე ბოლოს წინა ტურია თქო მითხრა რომ რა ვიცი ახლა რაც კიდე ის ქენია მაგრამ ჩემ დაბადების დღეზე თავისუფალი იყავიო მითხრა და ნუ მე მივხვდი რომ ისე უნდა მეთამაშე რომ მართლა თავისუფალი ყოფილიყავი იმაზე და გამინაღდებინა ასე ვთქვათ კინაღებ დავკიდე ეს ჩემი ესე ვთქვათ ერთი წაგების გამო მაგრამ საბოლოოდ მაინც ისე მოხდა რომ თავისუფალი ვიყავი მის დაბადების დღეზე უკვე და ამიტომ ეს პროტესტის ისე აღარ გაშენია ვიყავი მის დაბადების დღეზე ასე ვთქვათ საჩუქარიც შევარჩიეთ და ასე ვთქვათ თქვენს ქალბატონს აქვს თუ ჯერ რა თქმა უნდა პატარა იმისთვის რომ თქვათ ესეთი ანალიზი გაუკეთოს რატომ გააწითლე დედიკოსულები მაგრამ პროტესტი აქვს პროტესტი ადრე უფრო ქონდა ეხლა შედარებით ნაკლებად იცის რომ უნდა წავიდე ხოლმე მაგრამ როცა აქ ვარ ვცდილობს რომ სულ ჩემთან იყოს დედიკო დამიჯექი ჩემთან დაჯექი და რაღაც დედიკოს უნდა რომ ერთად ვაკეთოთ ყველაფერი და რა თქმა უნდა მე ვცდილობ რომ ეს დანაკლისი როგორღაც შევივსოთ ორივე გინდათ რომელიმე თქვენგანს რომ მოჭადრაკე გამოვიდეს არა და გამოვიყვანე კიდეცაზე ძალიან უნდოდა თვითონ და შევიდა ჭადრაკზე მაგრამ რთული იქნებოდა, იმიტომ რომ ჯერ სკოლაში არის 4-ის ნახევრამდე, მერე კიდე ჭადრაკი, ყველაფერითან ჩემთვის იქნებოდა კიდე რთული. მე სულ დაკავებული ვარ. ასე ვთქვათ, პატრონი არ ეყოლებოდა, ბავშვი ვისეტარებინა. მე რო ყველაფერზე ვატარე ხა ჭადრაკზე, სკოლაში, ესე გადავიწვევი ვერ შევძლებდა. დედაჩემი რასაც ახერხებს, დაყავს კალათბურთზე, დაყავს სკოლაში და ასე შემდეგ, მაგრამ ისე მაინც და მაინც თან ბიჭია, გოგოსთვის კიდე შეიძლება და ბიჭისთვის მენანება. ჭადრაკისთვის. მაშინ თქვენს ქალბატონს აქვს შანსი. შანსი აქვს კი თუ ენდომება, მე არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ ექნება ნიჭი და სურვილი. დღეს აქვს ეს სურვილი, რომ ითამაშოს, რაღაც ისწავლოს, კითხოთ თუ ისიც წინა წელს მაშინ უფრო პატარა იყო. წინა წელს ბაღში როცა სწავლობდა ჭადრაკს, ჰქონდა ინტერესი უფრო. წელს აღარ სწავლობს, ბაღი შევიცვალეთ და ჭადრაკი არ გვაქვს, მაგრამ გაიძახის ხოლმე რომ ბიბლიოთეკიო ვისწავლიო. ნახოთ არ ვიცი. უბრალოდ ყოველას გვაქვს ეს პრობლემა, რომ დროის განაწილება დაატარო, დავუშვათ ჭადრაკზე, იქ დაგვყოს ფიგურულ სრიალზე ბაღში, ამიტომ ძალიან ძნელია ეს ჩვენთვის, როცა ხშირად ვტოვებთ კიდე აქაც და ვიმესადინოთ ოჯახს მივხედოთ ამ ბავშვი ატარო, აქედან გამომდინარე გვიჭირს და ნუ ოჯახი მაქსიმალურად ხელს გვიწყობს, საფრთხე გაგვიმართლა, ზოგს დედა, ზოგს მეუღლე, დამხმარე. და ნახოთ, არ ვიცი, ჯერჯერობით თუმცა იგივე ბევრი თქვენი მოწინააღმდეგისთვის ეს არის წარმოუდგენელი რომ თქვენ ფიქრობთ დილით სკოლაში ხო იგივე ძალიან ბევრი წარმატებულ სპორტსმენს უთქვამს არა მოჭადრაკეს რომ ჩემთვის მაგალითად წარმოუდგენელია ეს გრაფიკი რაც ქართველებს აქვთ რომ სკოლა ბაღი ყველაფერი მათ კისერზე გადადის რაღაც ეტაპი იყო ჩემი მეუღლე არ იყო თბილისში რაღაც ერთი თვით მოუწია წასვლა და მე და ბავშვი ვიყავით სახში დილის რაღაც 8 საათზე ვდგებოდით მივდიოდით სკოლაში მე იქიდან გავრბოდი სავარჯიშო დარბაზში და აი დარბაზიდან რომ მოვდიოდი სახში უკვე გამოყვანის დრო იყო მაგრამ მე უკვე თავი აღარ მქონდა ხოლმე
მოგხალბა რომ წავსულიყავი სკოლი და გავამეყვანა და ერთი კვირის მერე დეეჩებს დაურეკე და მოთხოვე всё მე გადავიწვი ხა შენ მიხედა თქო ერთი კვირა გავუძელი მაგებას და მე ვეღარ და ასე ვთქვა დამეხმარა მე და იმიტომ რომ უკაკ რჩება ეს საქმე რასაც აკეთებ რეალურად ჭადრაკისთვის არ არის მიზა შეწონილი რომ შენ ბავშვს დიო აქეთ იქით და რა თქმა უნდა რაღაც ეტაპზე ხა ტურნირის დროს დედაჩემს ყავს ხოლმე იმიტომ რომ მიუხედავად ისე რომ ჭკვიანი ბავშვია და დიდია უკვე მაინც ხელის შემშლელი ფაქტორები ბევრი აქვს ბავშვს ელემენტარულად 10 საათზე უნდა დაიძინო მასთან ერთად ესეთი მოთხოვნა აქვს და ასე ვთქვა მაგრამ როგორც დამთავრდა რაღაც მომენტში იხვეწებოდა რომ წამოვა შეთავ მაგრამ არ წამოვიყვანე ვერ წამოვიყვანე ტურნირის დროს და ეხა ჩემთან იქნება კი რა სიტყვით თქვენ არის ეს წარმოუდგენელი როდესაც ფიქრობთ რა ამდენ რამეს როგორ ვახერხებთ როდესაც ხართ თბილისში და ემზადები მეცადინეობ დადიხარ თუნდაც ეხა ამ შემთხვევაში ფიგურულ სრიალზე დატოვეთ ქალბატონი მოხვედით ჩვენთან უნდა წახვიდეთ და ასე შემდეგ ხო რა თქმა უნდა რთულია ყოველთვის მაგრამ ვცდილობთ მაგალითად მეუღლე ძალიან მეხმარება ხან დედასთან არის ბავშვი ხოლმე როცა თბილისში ძაც ჩემ მეუღლეს დაყავს და აქედან გამომდინარე მე ნაკლებად მიწევს დაუშვათ დილით ბაღში მას მოყავს და განმადლობელი ვარ ამისთვის რა მე შემიძლია სახში დავრჩე რაღაც პერიოდი და მივხედო საკუთარ საქმეს რა თქმა უნდა ბევრისთვის წარმოუდგენელია ერთხელ მახსოვს ვლაპარაკობით მუზიჩუკები იცით ანა და მარია მეკითხებოდა რომ რამდენ დროს უთმობ რაღაც სახში ბავშვი რაღაც მე ვთქვი სადღაც დაახლოებით 1 საათი ალბათ სახს ვალაგებ მე რაღაც საჭმელს ვაკეთებ მიყურებს გაოცებული რა შვები ყოველ დღე 1 საათი სახს ალაგებ მე საჭმელს ვაკეთებ მე როგორ მეცადინეობ როდის მეკითხება ნუ რა ვიცი უკვე ჩვენ მივეჩვიეთ მე მგონი ამ რიტმს და უკვე ეს არის ჩვენთვის ნორმალური ძალიან დიდი მადლობა მე მჯერა რომ ბათუმის გრან-პრის შემდეგაც იქნებით ჩვენი სტუდიის სტუმრები ითამაშებთ ტრიუმფით მე ყოველ შემთხვევაში მჯერა თქვენი და გიგულშემატკივრობთ ბოლომდე აუცილებლად გაიმართებთ მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად მე უკვე 22 საათსა და 20 წუთამდე გემშვიდობებით და ამ დროს დღის სპორტის ახალ ამბებს წარმოგიდგენთ ესტაფეტა სპორტული ток-შოუ საზოგადოებრივ რადიოში ყოველ საღამოს 8:10-ზე